გაჩნდება თუ არა ახალი ცათამბჯენები ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე. ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ნებართვების დაჩქარებას ითხოვს. მან შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა ოცნების მთავრობას. სპეციალისტები შიშობენ, რომ ისედაც გადატვირთულ უბანში ცათამბჯენების მშენებლობა მიმდებარე ქუჩებზე სრულ სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. რაბედიელის ისნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციას და რას ამბობენ ადგილზე დასაქმებულები. დეტალებით თამარ დემეტრაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. სააქციო საზოგადოება Real Invest უკვე გადახდილი აქვს 15,000 ლარი, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, ეგრეთ წოდებული გეზეშე დაჩქარებული წესით განიხილოს და დაამტკიცოს შესაბამისმა უწყებამ. საუბარია ტერიტორიაზე, რომელზეც ეგრეთ წოდებული ისნის დაშლილების ბაზრობაა განთავსებული. ახალი საცხოვრებელი უბანი ჯამში 17 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. საცხოვრებელი სივრცეების გარდა გეგმაშია სავაჭრო და საოფისე ფართების მშენებლობაც. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ძირითადად 12-დან 25 სართულამდე სიმაღლის ნაგებობების მშენებლობა, თუმცა აპირებენ 40 სართულიანი შენობების აგებასაც. ტერიტორიის და Real Invest-ის მფლობელი კი ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე რიჟაა. გამოიწვევს თუ არა ტერიტორიის ინტენსიური განაშენიანება სატრანსპორტო პრობლემებს, ისედაც დაატვირთულ ქეთევან-წამებულის გამზერზე. ეს აკითხვა, რომელიც კორუფციის მკვლევრებს უჩნდებათ. გარდა ამისა, ასევე უცნობია რაბედიელით ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულ ასობით ადამიანს და მათ ოჯახებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთან სასაუბროდ ამ დრომდე არავინ მისულა. თანახმა არ ვარ, თავზე ვიცევ საარავებს. თუმცა არც არავინ მოსულა, არც კერძო კომპანიიდან და არც მერიიდან მაგალითად სალაპარაკო. არა, უბრალოდ ვიცით რომ გადმოცემა ტელევიზიები თვითონ ყველა ბაზრობა იკეთებს. ანუ არავინ არ მოსულა, რომ გაგსაუბრებოდათ, რომ სად შეიძლება გადახვიდეთ სამუშაოდან, რომ უნდა აიღონ ეს ტერიტორია. პირველი არის ის, რომ ეს ადამიანები არ უნდა დარჩენ შემოსავლის გარეშე და აღნიშნული ბაზრობის სხვაგან გადატანა არ არის რაღაცა მარტივი ლოჯისტიკური მოქმედება, მას ძალიან ასე ვთქვათ საკმაოდ რთულია ერთი ბაზრობიდან მეორე ადგილზე გადატანა და ეს რაც აი ამაში უნდა დაეხმაროს აუცილებლად ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ადამიანებს, ისედაც უკვე გადატვირთული ქეთევან-წამებულის გამზირი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რამდენიმე საკულმეურნეო ბაზარია განთავსებული, რამდენიმე ბაზარი მოლია განთავსებული ასევე და საკმაოდ დატვირთული არის ეხლაც და შესაბამისად, როდესაც უკვე ესენიც აშენდება, დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, საპარკინგო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე, საკანალიზაციო, ანუ ყველა ინფრასტრუქტურა უნდა მიყვებოდეს ამ მშენებლობას. წინასწარი პროექტით ახალ საცხოვრებელ უბანში გათვალისწინებულია სკოლის და საბავშვო ბაღის მშენებლობა და ასევე სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც. თუმცა საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს პროექტი, ჯერჯერობით უცნობია, სანამ საბოლოო ვერსია არ იქნება ამ პროექტირების. გეგმის მიხედვით ტერიტორიაზე სრული განაშენიანება 7-დან 12 წლამდე პერიოდშია გათვალისწინებული.